მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტის მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო ზეთი და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. რუბრიკის ბიბლიოთეკების არსებობასში ფარგლებში დღევანდელ გადაცემის თემა იქნება წიგნის როლი დღევანდელ სამყაროში. დღევანდელობა მოიტანა და 21 საუკუნეში ძალზედ აქტუალური თემა გახდა გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებსა და მიმდინარეობებში. ქართულ საარქივო მასალებს დაუწევთ მრავალი საყურადღებო ცნობა ძველ ქართულ ქალთა შესახებ, მათ მოღვაწეობასა და ღვაწლზე ქვეყნის ისტორიაში, მათ როლზე ქვეყნის თავდაცვის საქმეში და ჩართულობაზე კულტურულ განვითარებაში. დიდია მათი ღვაწლი განათლებისა და მწიგნობრობის განვითარებაში. ბიბლიოთეკების წიგნსაცავები ბევრ უნიკალურ და საინტერესო ლიტერატურას ინახავს და ყველა დაინტერესებულ მხარეს თავაზობს სხვადასხვა სახის მასალას, სხვადასხვა აქტუალურ თემასა და მოვლენებთან დაკავშირებით. დიდია ბიბლიოთეკების როლი ისტორიის შესწავლის საქმეშიც. კასპის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ როგორც ძველ რარიტეტულ მასალას, ასევე თანამედროვე გამოცემებსაც. თუმცა დღევანდელ გადაცემაში გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი მათგანი, ქალები შუა საუკუნეების საქართველოში. და გვინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ თემას მიუძღვნათ. თემაზე სასაუბროდ კი გვეყოლება კასპის მთავარი ბიბლიოთეკის სპეციალისტი ქალბატონი დიანა ხოტბალაძე. მოგესალმებით ქალბატონო დიანა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით ყველას, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. ქალბატონო დიანა, გთხოვთ თქვენს ერთგულ მკითხველს და ჩვენს მსმენელს და ყველას, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის ისტორიის გაცნობით, მოკლედ მოვთხოვთ რა სახის ლიტერატურას თავაზობს კასპის მთავარი ბიბლიოთეკა. დიახ. ძვირფასო მკითხველო, თქვენს წინაშეა პროექტი საქართველოს ისტორიის პალიტრა. 15 ტომეული ქართველ ისტორიკოსთა და მკვლევართა ნაშრომების ნაკრები, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს საქართველოს ისტორიის შესახებ. ეს არის პროექტი, რომლის მსგავსი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს წიგნი შეგვიქმნის სრულ და ყოვლისმომცველ წარმოდგენას ჩვენი ქვეყნის წარსულისა და მრავალმხრივი გამოცდილების შესახებ. სერიაში გამოიცემა ცნობილ და ავტორიტეტულ ქართველ მეცნიერთა კვლევებიც. ჩვენ არ ვაპირებთ მკითხველს ქრონოლოგიურად შევთავაზოთ საქართველოს ისტორია. წიგნი მოგვიყვებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქართველთა ყოფა-ცხოვრება, მედიცინა, მოდა, კვებისა და მოლხენის კულტურა, ეკონომიკური ცხოვრება, ზღვაოსნობა, ადამიანებით ვაჭრობა, მონეტარული პოლიტიკა, სამხედრო ისტორია და სხვა. მე-19 საუკუნეში დიდი ილია წუხდა. ჩვენი ქართლის ცხოვრება ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა. ხალხი კი როგორც მოქმედი პირი, ისტორიისად სტილშია მიყენებული. ისტორიკოსის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანია. ის არის შემოქმედი. ისტორია უნდა გაცოცხლდეს. ჩვენს წარმოდგენებში უნდა გავაცოცხლოთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ და იღწოდნენ და იბრძოდნენ. ისტორია უნდა წარმოვადგინოთ არა პოლიტიკური მოვლენების გროვად, არამედ ედროს ცოცხალ ადამიანთა ამბების მთხრობელად. ასეთია ამ მრავალტომეულის უმთავრესი მიზანი. მადლობა დიდი. ქალბატონო დიანა, აღნიშნული სერიის ფარგლებში რომელია ის კონკრეტული წიგნი, რომელიც ეთმობა ქართულ ქალთა ისტორიას, მათ მოღვაწეობას სხვადასხვა სფეროებში? დიახ. ეს არის საქართველოს ისტორიის პალიტრის მე-5 ტომი, სადაც განიხილება ქალები შუა საუკუნეების საქართველოში. ნაშრომი ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები კარგი ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევაა. მკვლევარი ბრძანდება იზოლდა ქაფიაშვილი. მასში მოცემულია 70-ზე მეტი მწიგნობარი ქალის პორტრეტული დახასიათება მე-11 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე. მასში თავმოყრილია ბეჭდური და ხელნაწერი მასალები. ყველა მათგანი შესწავლილია შეძლების დაგვარად, ნაშრომი დაწერილია საქმისადმი სიყვარულით და დიდი შრომის მოყვარეობით. დიდი მადლობა. ქალბატონო დიანა, კონკრეტულად ეს სერია და თავად ეს წიგნი რა შინაარსის მატარებელია და რაში დაეხმარება მკითხველს, თუ არის განსაზღვრული კონკრეტულად
ვიზია გათვლილი მოზარდებზე და დასრულ ადამიანებზე თუ დაინტერესებულ პირებზე? ეს წიგნი გათვლილია მოზარდებზე, დასრულ ადამიანებზე და საქართველოს წარსულით დაინტერესებულ პირებზე. ძალიან საინტერესოა. ქალბატონო დიანა, რა შეიტყობს მკითხველი ამ წიგნის გაცნობის შემდეგ? თხოთ მოკლედ გითხრათ. დიახ, ამ წიგნებით შეიტყობს მკითხველი, რომ ქართველ ქალთა ლიტერატურული საქმიანობის სათავედ მათი სათანადო სწავლა-აზრდა უნდა მივიჩნიოთ. მიღწეული ლიტერატურული ძეგლები მოძიებული ლიტერატურული ძეგლები გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ აღზრდას დიდი ყურადღება ექცეოდა ფეოდალურ საქართველოში. ცნობილი ჰაგიოგრაფი გიორგი მერჩულე გვატყობინებს, რომ მე-11 საუკუნეში არსებობდა მერეს დედათა მონასტერი, სადაც ქალთა სწავლა-აზრდას გარკვეული ადგილი ეთმობოდა. მონასტერი იმ დროს საქართველოში სკოლის მაგივრობას ასრულებდა. ქართველ ქალთა განსწავლულობა არც უცხოელთა ყურადღების გარეშე დარჩენილა. ცნობილი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი მე-16 საუკუნეში საგანგებოდ აღნიშნავდა, ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა, ქალებს რომ არ შეენახათ იგი. ქართველი ქალები მწიგნობრულ საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდნენ. ქართლში თამარ დედოფალი, თამარ ამილახორი, მარიამ დედოფალი, მარიამ ერისთავი ბაგრატიონი, დარეჯან მაჩაბელი, მარიამ ციციშვილი. კახეთში ანა დედოფალი, თინათინ დედოფალი, ქეთევან დედოფალი, მარიამ მაკრინე ბაგრატიონი, მესხეთში ქეთევან ბაგრატიონი, გულდამ შალიკაშვილი ფანასკერტელი, რუთი კოპაძე, იმერეთში გულქან ლორდ ქიფანიძე, მარიამ ბაგრატიონი, გურიაში თამარ დედოფალი, ოდიშში მანია ლიპარტიანი, ელენე დედოფალი, მარია გაწერელია. ზემოთ დასახელებული 70 მწიგნობარი ქალიდან რამდენიმე ცნობილია თავისი მეცენატობითაც, თამარ მეფე, მარიამ დედოფალი, ელენე დედოფალი, დარეჯან ბაგრატიონი და სხვა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მწიგნობარ ქალთა შორის მრავლად იყვნენ კალიგრაფები, რუთი კოპაძე, მარიამ მაკრინე ბაგრატიონი, მარიამ გაწერელია, ქეთევან დიასამიძე. ცნობილი არიან აგრეთვე ხელნაწერთა შემამკობელნი, გულდამ შალიკაშვილი ფანასკერტელი, განმაახლებელი რუთი კოპაძე, დარეჯან დედოფალი, სხვანი და სხვანი. ძველი მზითვის წიგნებითა და ხელნაწერთა ანდერძ მინაწერებით დასტურდება, რომ ქართველ ქალებს მდიდარი ბიბლიოთეკები ჰქონდათ. ეს კი მათი გონებრივი ჰორიზონტის სიფართოვეზე მიუთითებს. ძალიან საინტერესოა. ქალბატონო დიანა, თქვენ როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რამდენად აქტიურად მოუწოდებთ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ გაეცნონ ქვეყნის ისტორიას თუნდაც ამ სერიის საშუალებით? რა თქმა უნდა, ეს სერიები, როცა გვაქვს ახალ წიგნებს ღებულობთ ჩვენ, მუდამ Facebook გვერდზე ვდებთ ამ მონაცემებს, ვაგებინებთ ყველას, რომ მივიღეთ ახალი წიგნები და მე მინდა, რომ ყველა ეს მოზარდითაობა, დასრულებით, ეს სკოლის მოსწავლეებიც თუნდაც ეს არის მთლიანად 15 ტომეული და ყველას თავისი ადგილი აქვს ცალკეულ ტომებს. მე უბრალოდ ეს მე-5 ტომი განვიხილე ძირითადად და ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველა მოვიდეს, ჩაერთონ აი ამ დიდ საქმეში, თვალიადევნონ ახლაც შემოსულ წიგნებს ბიბლიოთეკაში და იკითხონ რაც შეიძლება ბევრი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა და ბოლოს რას უსურვებთ ჩვენს მსმენელებს და თქვენს მკითხველებს? ყველას მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს უსურვებ ჩემს მსმენელებს, ბიბლიოთეკით დაინტერესებულ პირებს, წარმატებები გქონდეთ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იკითხონ რაც შეიძლება ბევრი. დიდი მადლობა ქალბატონო დიანა, ასეთი საინტერესო საუბრისათვის, ასეთი საინტერესო წიგნების მოტანისათვის ჩვენამდე და მაქსიმალურად იმის ცდილობისათვის, რომ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, რაც შეიძლება უფრო მეტი ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულის და თუნდაც საწმყოს შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. მადლობა. ასევე დიდი მადლობა DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპიის დასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორობისათვის. ჩვენ კი შემდეგი გადაცემებით შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე. ქალბატონო დიანა, გთხოვთ ჩვენი ეს გადაცემათა ციკლი გავაგრძელოთ ჩვენი შემდეგი შეხვედრა. დავუთმოთ ერთ-ერთ წიგნს ქალები საქართველოს წარსულიდან, სადაც მაქსიმალურად შევეცდებით
ჩვენი წარსული ქალების ისტორიის ან ბიოგრაფიული მონაცემების გაცნობას ჩვენთვის და მკითხველთა და მსმენელთა ფართო წრისათვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მომავალ შეხვედრამდე.